გოჭის ნეკნებს მივცემ გვირგვინის ფორმას და გამოვაცხობ ღუმელში. მოვუმზადებ მარტივ და საინტერესო ბალიშს, შავი პურით და ბევრი სოკოთი. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო კერძი ევროპულ საშობაო სუფრაზე. აქვე ნახევარი გოჭი და უნდა მოვამზადო გოჭის ნეკნების გვირგვინი. მზადდება ძალიან მარტივად, აქ თავარი არის რომ ყასებმა სწორედ დაამუშაოს ხორცი. პირველ რიგში უნდა გადაიჩეხოს ზუსტად ხერხემალში, ჩაიჭრას ნეკნები, ეს რადგან გოჭი არის, აქ ნეკნები დანითად შეიძლება ჩავჭრათ, ხო? პირველ რიგში დავიღებ და თავისუფლად ასე შემიძლია ჩავჭრა. დანა უნდა იყოს კარგად გალესილი. უპირველეს ყოვლისა. ხერხემალი სწორედ არის გადაჭრილი. ზედ ხერხემალთან არის ყველაზე რბილი ნაწილი. ეს არის სუკი. ეს სუკი ჩვენ გვჭირდება. ასე რომ და ცოტათი ქონიც გვჭირდება. შემიძლია გავატყაო, ასე ვთქვათ, ხო? გავასუფთავო ტყავისგან. ტყავი შეგვიძლია შევინახოთ, ნებისმიერი ხორცი შეგვიძლია გადავახვიოთ ტყავში, გამოვაცხოთ და ტყავი იქნება რბილი, ხრაშუნა. ბარკლები ჩაუჭრათ. შვენიერი. თითქმის ბოლოში გავედით. გადავჭრი ხერხემალში. ნეკნი ამოვიღე, ეს ნეკნი ჯერ არ მორჩენილა, კიდევ დასამუშავებელია, გასასუფთავებელია, ხორცისგან ჩასაჭრელია, რომ მივცეთ ლამაზი ესთეტიური გვირგვინის ფორმა. ეს შემიძლია უკვე. ესეც ძალიან კარგი, ამას შიგთავსი რო გავუკეთო და გადაახვიო და გამოვაცხო. ძალიან გემრიელი კერძი. ამას მე შევინახავ, შემდეგში მოვამზადებ რამეს. ნეკზე არის აპკი. ის აპკი უნდა მოვაშოროთ, დანაც არ სჭირდება. შემდეგ უნდა ჩავჭრათ ნეკნები. დაახლოებით 5 სანტიმეტრზე, თანაბრად. შემდეგ უნდა გავფრიკოთ. საგულდაგულოდ უნდა გავფრიკოთ, ეს რო შეიწვება, იქნება გვირგვინის თავი. ნეკნებს მივეცი გვირგვინის ფორმა, გავასუფთავე ნეკნები 5 სანტიმეტრი დაახლოებით, ასე ლამაზად რო იყოს. ეხლა ბოლო ნაბიჯი ხერხემალი უნდა ჩაუჭრა სულ ცოტა, რომ კარგად გაიხსნას. მარილი კარგად აუზილავ. ცოტა ძირა მაქვს. ცოტა კინძი. მშრალი აჯიკა უხდება ძალიან კარაქთან ერთად. აი ეს საგულდაგულოდ შევკრავ. როდესაც გვირგვინს ამზადებთ, აუცილებლად ალუმინის ფირფიტები გავუკეთეთ ნეკნებს. არის ხრტილოვანი, ძალიან რბილი ხორცი არის, ამიტომ მაღალ ტემპერატურაზე შეიძლება დაიწვას. თავი რო დავიზღვიო და გემრიელი და ოქროსფერი რო გამოვიდეს, ალუმინის ფირფიტებს გავუკეთებ. თითოეული საგულდაგულოდ ისე რომ ჰაერით შევიდეს.
ალუმინის ფირფიტა საგულდაგულოდ გადავკეცე, მოამზადესთი ერთგვაროვანი კანაფი და შევკრავ. ხერხემალთან, რა თქმა უნდა. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად მოუჭიროთ. ხერხემალში ჩავსვავ ალუმინის ფირფიტას, კანაფს დავიჭერ და გადავახვევ ძლიერად, რომ შეწვისას არ გაიხსნას. ეხლა გამოსაცხოვი ფირფიტა მინდა, ცოტა ზეთს მოვასხავ. დაახლოებით 50 მილილიტრი ზეთი. მოვათავსებ გვირგვინს. გვირგვინი მზად არის გამოსაცხობად. ღუმელი გახურებულია 200 გრადუსამდე. შევწვავთ 15 წუთით, შემდეგ დავამატებთ კიდევ შიგ თავს და დავასრულებთ დაახლოებით 9 საათში. ვიწყებ გარნირის მომზადებას. სოკო დავჭრი საშუალო ზომებად. დაახლოებით 300 გრამი სოკო. გარნირი შეგიძლიათ მომზადოთ ნებისმიერი, მოშიშული ბოსტნეული, შემწვარი კარტოფილი, ბრინჯი. მე ცოტა განსაკუთრებულს გავაკეთებ, გამოვიყენებ შავ პურს. სოკო დავჭერი. გვჭირდება 1 საშუალო ზომის ხახვი. დავჭრი ჟულიენებად, ანუ გძლად. კარაქი 100 გრამი. ზეთი 70 მილილიტრი. ნიორი 4-5 კბილი. უნდა მოვასწრო. სანამ კარაქი დადნება, ნიორი უნდა გაუფრთხო. სამზარეულოში დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიორი დავჭყრიტოთ და წვრილად დავჭრათ. მინდა რომ იგრძნობოდეს ნიორი ჭამისას. ჩავყრი სოკოს. ხახვი. ნიორი. მარილი. ძირა. ქინძი. ციცაკა. კარგად ამოურევ. მოურევ კარგად. სოკო როგორც კი ნახევრად შეიწვება, დაახლოებით 2 წუთში ჩავასხავ საქონლის ბულიონს და ცოტა ღვინოს. ამასობაში დროს არ დავკარგავ და პურს დავჭრი. საშუალო ზომის კუბებად. გამოვიყენე 7 ნაჭერი პური. სოკო ნახევრად შეიწვა, დროა უკვე ბულიონი ჩავასხა. დაახლოებით 100 მილილიტრი. ასევე თეთრი მშრალი ღვინო, ესეც 100 მილილიტრი. კარგად მოურევ. დაველოდები ღვინის და ბულიონის ადუღებას, ცოტათი დაიწევს, შემდეგ ამ მიქსს მოვასხავ პურს და გამოვაცხობ ხორცთან ერთად. 4 ღერო მწვანე ხახვი. კარგად ამოურიოთ. პური უნდა დალბეს. აია, პურს აქვს სოკოს გემო, ცოტა ღვინის და ბულიონის. ძალიან კარგია. ეს ძალიან მოუხდება ღორის გვირგვინს. ამას გავაჩერებ ცოტა ხანი. და მე მოვათავსებ ღუმელში. 15 წუთი გავიდა. კარგია.
ძალიან კარგი, კარგად იწვება. ამას ახლა შიგთავსი უნდა მოვუწყო გარშემო. ცოტა კარაქი. უფრო დაბაწული იყოს, უფრო გემრიელი იყოს. და შევდგავ ისევ ღუმელში. ამჟამად ცოტა მოუმატებ დაახლოებით 235 გრადუსი და კიდევ 20 წუთით. 15-20 წუთით. ძალიან გემრიელი გამოდის. გვირგვინი მზად არის. შიგთავსი კარგად არის მომზადებული. არომატი არის არაჩვეულებრივი. უკვე ძალიან მშია. ალუმინის ფიტფიტები მოვაშოროთ. ალუმინის ქაღალდი. კოჭის გვირგვინი მზად არის.